რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და ავტომობილთა და განსახლების მინისტრები მოხსენებით უმრავლესობის ხდომაზე წარსდგნენ. რამაზ ნიკოლაიშვილმა უმრავლესობის წევრებს სამინისტროში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები გააცნო და 2011 წელი შეაჯამა. რამაზ ნიკოლაიშვილმა დეპუტატებს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე წყალმომარაგებასა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. კობე სუბალნიანმა კი საომალო გეგმებზე ისაუბრა. მისი განცხადებით განსახლების ახალი ეტაპი დაიწყება. საავადმყოფოები, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით აღარ ფუნქციონირებს, გადაგეთება საცხოვრებელ ბინებად და უბინაოდ დარჩენილი დევნილების შესახება ამ ბინებში მოხდება. ჩვენი ბიუჯეტი თითქმის ორჯერ გაიმინა, გითხრათ რომ უამრავ პროექტზე ერთდროულად მუშაობ. მთელი საქართველოს ჩვენი პროექტებიდან გამომდინარე ერთ სამშობლო მოედნად იქცევა, ეს არის წყალი გზა, რკინიგზა, თავისთავად პარლამენტის მშენებლობა და უამრავი სხვა მშენებლობა, რომელიც ექნება მთელი საქართველოს მასშტაბით და თავისთავად ის დასაქმებული ადამიანები, ეს დაახლოებით 60,000 კაცი არის ჩვენი პროექტებით არის გაწერილი ეს თავიდან ბოლომდე ბიუჯეტით, ასე რომ საკმაოდ საინტერესო შეხვედრა იყო. ავარიული შენობებიდან დევნილების გამოყვანის პროცესი დასრულებულად შეგვიძლია მივიჩნიოთ, ეს მტკივნეული პროცესი დასრულდა, განვასახლეთ ისინი სხვადასხვა მათთვის გარემონტებულ ობიექტებში. ეხლა ავიღეთ ჯანდაცვის სამინისტროსგან გაუქმებული საავადმყოფოები სხვადასხვა რეგიონებში, რომელსაც ბინებად გადავაკეთებთ და წლის ბოლომდე იმავე რეგიონებში მცხოვრებ უსახლკარო დევნილებს გავუნაწილებთ. მოვისმინეთ საკმაოდ მნიშვნელოვანი გეგმები ორივე სამინისტროს მიმართულებით. უმრავლესობაზე ჩვენ ვაგრძელებთ მინისტრების მოსმენას მთავრობის 10 პუნქტიანი სამოქმედო გეგმის ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ განვიხილეთ დევნილების განსახლების პროცესი, რა თქმა უნდა ეს არის გრძელვადიანი, საკმაოდ რთული პროცესი, მაგრამ ჩვენი ხელისუფლებისთვის და განსაკუთრებით თვითონ დევნილი საზოგადოებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული საკითხი. განათლების მინისტრი ანტიკრიზისულ